რატუჩა მთელი დღე დაიღალა ისედაც ბეჯითი ბავშვი საერთოდ დიდ მარხვას ახლავს ხოლმე ხალხის სიმრავლე ადამიანების სიმრავლე ახლა კიდე რომ დაიწყება მარხვა უკან კიდე უფრო მეტად გამრავლდება ტაძარში მოსვლელი ადამიანი ეს ძალიან კარგია მაგრამ უკეთესია რომ ადამიანი დარჩეს ბოლომდე დარჩეს თავისი სულის გადარჩენის გზაზე ბოლომდე იმიტომ რომ უფალი ამბობს ვინც ბოლომდე დაითმინოს ისე ცხონდება იქ არ არის ნათქვამი რომ ვინც შუამდე მოითმინოს ვინც თავიდან ესე იგი დიდი მონდომებით დაიწყოს აი მორბენლები რომ გარბიან სხვათა შორის მოციქული პავლე ახსენებს თავის ეპისტოლეში რომ ის მორბენლები რომ მირბიანო ტყუილად კი არ მირბიანო არამედ იმიტომ რომ ჯილდო მიიღონ საბოლოო ჯამში და ახლა აი მაგალითად როდესაც შორ დისტანციაზე დარბიან ცდილობენ რომ თავისი ძალები გადაანაწილონ ახლა როდესაც დისტანცია მოკლეა აი სიტყვაზე ასიმეტრია იქ თავისთავად ცხადია რაც ზალი და ღონი აქვს უნდა ჩადონ და ის ისწრაფე რომ სულ რა არის ასიმეტრია აქვს გასაგები მაგრამ როდესაც სიტყვაზე 5 კილომეტრიან დისტანციაზე დარბიან თავიდანვე თუ ისეთ თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ როგორც ასიმეტრის შემთხვევაში ისინი შეიძლება ვერ მივიდნენ ბოლომდე ყოველ შემთხვევაში პირველი ვერ მივლენ ნამდვილად პირველი ის მივა ვინც გადაანაწილებს თავის ძალებს და მხოლოდ იმას დააჯილდოებენ ვინც ბოლომდე მივა მართალი შუამდე მისულები არ დაუჯილდოებიათ ჯერ ჩვენ არ გახსოვს ყოველ შემთხვევაში და არ ახსოვს სპორტის ისტორია შუამდე მისული დაეჯილდოებინათ და ამიტომაც უფალი ამბობს რომ ვინც ბოლომდე მოითმენს ის ცხონდება ჩვენ შემთხვევაში ბოლომდე მოთმენა რა არის მარხვის ბოლომდე კი არა აი ხორციელი სიცოცხლის ბოლომდე ვინც მოითმენს სიცივეში იქნება სიცხეში იქნება დაკავებულობის დროს იქნება ჯანმრთელობის თუ ავადმყოფობის დროს იმას გააკეთებს რაც მისი სულისთვის არის სასიკეთო სასარგებლო მაცხოვნებელი და ყოველთვის იქნება აი ამ მხრივ მომართული რომ ეს აკეთოს ჩვენ ზოგჯერ ვისმენთ რომ აი დაკავებული ვართ და ამიტომ ვერ ვაკეთებთ ზოგჯერ რომ ამბობთ რომ აი სწავლობს მასწავლებელი აქვს ზოგი სპორტსმენია ზოგი ასეა ზოგი ისე და საბოლოო ჯამში რა გამოდის ხოლმე რომ ესე იგი სულის გადარჩენის გზაზე არ ვიცი მათი შეხედულებით უნდა იდგეს ის ადამიანი ვისაც არც საქმე აქვს არც არაფერი საზრუნავი აქვს სრულიად ჯანმრთელია ანუ უსაქმური ადამიანი და პირიქით მე მიმაჩნია რომ ადამიანს რომელსაც მეტი საქმე აქვს ის უფრო მოწესრიგებულია და მეტ რამეს ასწრებს ვიდრე ის ვისაც არაფერი საქმე არ აქვს და დიდი მარხვა გავს ასეთ რაღაცას აი სულ ჭიქაში რომ ქვის ჩაყრი ქვილს რო ჩაყრი და რომ გადმოაპირქოვებ ის ქვილი გადმოიყრება მაგრამ რაღაცა ნაწილი დარჩება აი ხალხის მოსვლაც ამას გავს ხოლმე ადამიანები დიდი რაოდენობით მოდიან მარხვის პერიოდში ტაძარში მაგრამ აღდგომასთან ერთად აღდგომა გაივლის და ეს ხალხიც მიდიან მაგრამ ვიღაც რჩება აი ეს ვინც რჩება აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანია მისთვის პირველ რიგში იმიტომ რომ იმ ჭიქას თუ ჩვენ ხომალდს შევადარებთ და ხომალდი ხო ეკლესიის სიმბოლოა აი ხომალდში რჩება
და არ მიდის იქიდან. აი როგორც ნოეს კიდობანში რო ადამიანი გადარჩა. კიდობნის გარეთ არავინ არ გადარჩა. აი კიდობაში გადარჩა. ის კიდობანიც ეკლესიის სიმბოლოა. და ჩვენ ვეცადოთ რომ ესე იგი ბოლომდე დავრჩეთ. და იმისათვის რომ ადამიანი ბოლომდე დარჩეს, სწორი სულიერი განწყობით უნდა მიუდგეს საკითხებს. და თქვენ თუ გახსოვთ აი კვირის ქადაგებები და საერთოდ საკითხავები სახარებისეული მაგას შეესაბამება. მომზადებას შეესაი როგორ მოემზადოს ადამიანი დიდი მარხვისთვის. რომ ეს მარხვა იყოს სულიერად აი ჯანმრთელი მდგომარეობით რო შეხვდე, ესე იგი რა, არა სიამაყით, არა ანგარებით, არა ვიღაცის მოსაწონებლად თუ სხვა, არამედ სულის გადასარჩენად. თვითონ მარხვის პერიოდშიც გახსოვთ, ესე იგი ემატება ხოლმე განსაკუთრებით მუხლმოდრეკა, რაც სინანულის გამომხატველია და სიმბოლურად ნახეთ რას აღნიშნავს ადამიანი რომ დაიჭოქებს, თითქოს დაცემას უკავშირდება, რომ წამოდგება, ისიც წამოდგომას უკავშირდება და თითოეული ადამიანი როგორც არ უნდა დაეცეს, უფალ შეუძლია რომ წამოაყენოს. ზოგჯერ დაცემული ადამიანი იმედს კარგავს და ფიქრობს რომ ვერ გადარჩება. თუ გახსოვთ აი წმინდა სილვან ათონელს ეუბნებოდა უფალი რომ შენი თავიო ამყოფე ჯოჯოხეთში, მაგრამ იმედს ნუ დაკარგაო. ნახეთ, ერთი რო შენი თავი ცხონების ღირსად არ მიგაჩნდეს, ეს სწორი განწყობა. მაგრამ ამას თუ ემატება ის რომ იმედიც არ გქონდეს გადარჩენისა, ეგ უკვე აღარ არის სწორი განწყობა. ანუ სწორი განწყობაა შენი თავი ცხონების ღირსად არ მიგაჩნდეს, შენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე რომ ცოდვა გაქვს და რაღაცა ვერ ხარ იმ სულიერ მდგომარეობაში შენ ასე მიგაჩნდეს. მაგრამ ამავე დროს თან მოღვაწეობდე, რაც შეგეძლოს აკეთებდე, თან ასეთი გეგონოს შენი თავი და თან იმედი გქონდეს, რომ ესე იგი ღმერთი შეგიწყალებს და გადარჩები. სხვადასხვა მე ახლა ზუსტად არ მახსოვს ერთი ასეთი ისტორია არსებობს წმინდა ანტონი დიდთან დაკავშირებით. ეს იყო დიდი მოღვაწე ადამიანი მე-3-მე-4 საუკუნეში და მას ღვთისაგან განეცხადა რომ ამა და ამ ქალაქში ცხოვრობს ასეთი და ასეთი ადამიანი, რომელიც აი ძალიან დიდი მოღვაწეა და დიდია ღვთის წინაშე. და ახლა ანტონი დიდს აინტერესებდა რა ღვაწლი აქვს ამ ადამიანს. და ჩავიდა ამ ქალაქში, როგორც მიანიშნა უფალმა მოძებნა ზუსტად ისეთი ადამიანი და ეკითხება ახლა აი რას მოღვაწეობ, იქნებ ანუ ლოცვის კანონი აქვს რაღაცა ისეთი, ან კაცრად მარხულობს, ან რაღაც მოღვაწეობის ფორმა აქვს ისეთი, რომ რაღაც მოსაწონი და ღვთისთვის სათქმე. და რო ვერაფერი ვერ ათქმევინა, მერე ეკითხება რომ აბა რა არისო ისეთიო, მოკლედ აი რომ ღვთისთვის ესეთი რამეა მოსაწონი რა გაქვსო და მეც მაგას ჯავრობო მამაო, ის კაცი ეუბნება ამ ქალაქშიო ყველას აქვს რაღაც ისეთიო სულიერი კარგი რომ რითიც შეიძლება გადარჩესო და მე ეგეთი არაფერი არ მაქვს. და წმინდა მამა ანტონი დიდი მიხვდა რომ ზუსტად აი ეს განწყობა იყო ის რის გამოც ღმერთს მოსწონდა. ანუ კაცი ფიქრობდა რომ მე არაფერი არ მაქვს ისეთი რის გამოც შეიძლება მე გადარჩე. ვიღაც თუ ფიქრობდა რომ აი მე ასე მარხულობ და ამიტომ შეიძლება გადარჩე. ვიღაც ფიქრობდა შეიძლება მე მოწყალებას გავცემ, ამიტომ შეიძლება გადარჩე. ვიღაც მე მონაზონი ვარ, მონასტერში ვცხოვრობ, ამიტომ შეიძლება. ეს კაციც ფიქრობდა რომ ყველას აქვს რაღაცა რის გამოც შეიძლება გადარჩეს და მე არაფერი არ მაქვს. ანუ ეს კაცი თავის თავში ამას ვერ ხედავდა. სხვათა შორის ამ ბოლო დროს მოვისმინე რომ დღეს ბავშვებსაც ვეუბნებოდი, წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს. ადამიანიო გავსო თვალს გავსო. თვალი ყველაფერს ხედავს საკუთარი თავის გარდა. და ადამიანი სხვაში ბევრ ნაკლს ხედავს
საკუთარის გარდა. მაგრამ თუ ადამიანი სწორად მოღვაწეობს, სხვაში ბევრ სიკეთეს ხედავს, საკუთარში ვერ ხედავს. აი თუ სწორად თუ ჯანმრთელია ეს თვალი, თუ დაზიანებულია თვალი, სხვაში ხედავს იმ უღირსებებს, საკუთარ თავში ვერ ხედავს. ამიტომაც გახსოვთ დიდ მარხვაში წმინდა ეფრემასურის ლოცა იკითხება ხოლმე. იქ წერია მომანიჭე უფალო განცდა თვისთა წოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა. აი ეს არის სწორი სულიერი განწყობა. რომ ადამიანი ფიქრობდეს და განიცდიდეს მხოლოდ საკუთარ ცოდებს და არ უყურებდეს სხვის ცოდებს. უფრო მეტიც თუ დაინახავს მაინც სხვის ცოდვას, თავის გულში ამართლებდეს მათ. მოვლოცველები იყვნენ წმინდა პაისი ათონელის საფლავზე და არ ვიცი ეს წმინდა პაისის სიტყვებია თუ იქ მოღვაწე ერთ-ერთი თანამედროვე სასულიერო პირისა. ერთი გოგონა ამბობდა, სხვადასხვა აქ მოდის ხოლმე ონლაინ საკვირაო სკოლაში არის მისი ბავშვიც და ის ამბობდა, იქ მოისმინა როგორც ჩანს, რომ ადამიანმა თავის თავშიო კეთილი ზრახვების ქარხანა უნდა ააშენოს. კეთილი ზრახვებს უნდა გამოიმუშავებდეს. კეთილი ზრახვების გამომუშავება რას ნიშნავს? აი დაუშვათ ვიღაც ქუჩაში ნახე რომ იგინება და ჩხუბობს და ერთთან ბავშვი. კი არ იფიქრებ რომ ეს ცუდი ადამიანი. იფიქრე ვინ იცის რა განსაცდელი შეემთხვა, რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე რომ აი ესეთი კარგი ადამიანი რომ აი ნახე მე რო ეგეთი რამე შემთხვეოდა მას რომ შეემთხვა. ვინ იცის მე რას ვიზამთ? მე უარას ვიზამთ. ანუ შენს გულში ის ადამიანი გაამართლა. ან ვიღაცამ დაუშვათ მთვრალი დაინახე. კი არ იტყვი რომ ეს ლოთია. არამედ იტყვი რომ რაღაცა ან სტომარი მოუვიდა და რაღაცა ზედმეტი მოუვიდა რაღაცა. აი შენს გულში არ გაამტყუნებ იმას, პირიქით გაამართლებ. ან ვიღაცას ხედავ რომ ძუნწია და არაფერს არ იმეტებს სხვისთვის. შეიძლება შენს გულში თქვა რომ ანა ძუნწი კი არ არის, არამედ არავის დასანახად არ გასცემს. ვინ იცის იქნება ეს კაცი ინახავს და შუმად აკეთებს მოწყალებას ისე რომ არავინ არ იცის. და ყველა ასეთ შემთხვევაში თუ ადამიანს შენ გაამართლებ, ეგ იქნება სწორი მდგომარეობა. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ცუდიდან კარგი კი არ გამოყავს, კარგიც რო დაინახო იტყვი რომ ეს ეთყობა ცუდია. და უფალი ამბობს სახარებაში რომ რატო უყურებო ბეწს სხვის თვალშიო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე, ანუ დიდი მორი ამოიღე და მერე ნახავ როგორ ამოიღონ, მერე ისწავლი როგორ ამოიღო სხვისი თვალიდან ის პატარა ბეწი. სამწუხაროდ ჩვენ ასე ვართ რომ აი ჩვენ შეიძლება დიდი შეცდომები გქონდეს, მაგრამ სხვის პატარა ნაკლზე ვაკეთებდეთ აქცენტს. ის ასეთია, ის ისეთია. ამიტომაც აი რატო დავიწყე ეს საუბარი? სწორი სულიერი მდგომარეობით თუ ადამიანი სწორი სულიერი განწყობით, უბრალოდ თუ ადამიანი იქნება მარხველი თუ მლოცველი თუ აღსარებელი თუ მაზიარებელი, ასეთი ადამიანი დიდხანს და შეიძლება ბოლომდე დარჩება ეკლესიის წიაღში. მაგრამ თუ ადამიანი სხვებს განიკითხავს, ადამიანს სხვებზე მეტი გონია თავი და რაღაცა არაჯანმრთელად ცხოვრობს ქრისტიანულად, არა? ესეც შეიძლება დიდი ხანი ვერ დარჩეს. ან უდარდელია, უზრუნველია, იმედი აქვს რომ მოდი ეს მარხვა ჩაამთავროს და მერე ისო გააგრძელებს იმ ძველ ცხოვრებას. ეხლა თუ ერთგულებაა ქრისტეს, რა მარხვა ნუ იქნება, ხსნილში არ უნდა იყოს ადამიანი ერთგული? რაღაცა თითქოს ისე გამოდის ხოლმე, რომ ახლა სეზონი მოვიდა. ძალიან ცუდი სიტყვა ეს და ამას ძალიან არ უხდება ახლა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მართლაც ესე, აი წლები მე ზოგიერთს რო უყურებ, ხოლო დიდ მარხვაში მოვა, აღსარება სიტყვის, მადლობა ღმერთს, რომ დიდ მარხვაშიც მოდის. ეს ძალიან კარგია, მაგრამ
ნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რა არის რომ დავუშვათ ჩვენ გარდაცვალება მოგისწრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც არც მარხულობთ, არც ლოცულობთ, აღსარებას არ ვამბობთ, არ ვეზიარებით. არადა ზიარება იმდანაც მნიშვნელოვანი რამეა, რომ ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 325 წელს იყო ეს კრება. ერთ-ერთი კანონი არის ასეთი. დავუშვათ აი ადამიანი რაღაცა მძიმე ცოდვაში რო ჩავარდება, იქნება ეს მრუშობის თუ კაცისკვლის თუ კითხაობის ცოდვა კიდევ უფრო მეტია, ნაკლები არ არის იმ წინაორზე რაც თქვენ. და რამდენიმე წლიანი ეპიდემია ედებოდა ადამიანს, ანუ სინანულის პერიოდი ეძლეოდა და არსებობდა სინანულის 4 მდგომარეობა. ანუ ზოგიერთი ტაძარში საერთოდ არ შეეძლო რომ შესულიყო წირვის დროს. ზოგიერთი მხოლოდ კათაკმეველთა ლიტურგიას ესწრებოდა. მოგისმენიათ ალბათ წირვაში, მღვდელი რო ამბობს კათაკმეველნო განვედით. აი იმ დროს ის გამოდიოდა გარეთ, აღარ შეეძლო მართალთა ლიტურგიას დასწრებოდა. ზოგი ბოლომდე ესწრებოდა, მაგრამ ზიარების უფლება არ ჰქონდა და მაგრამ ახლა ნახეთ, დავუშვათ ესეთი ადამიანი, რომელსაც სიტყვაზე ამბობს 7 წლიანი ეპიდემია აქვს დადებული. ახლა დღეს 7 წლიანი ეპიდემია უბრალოდ აღარ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენი სულიერი დაკნინების გამო აღარ შეგვიძლია რომ 7 წელი შეიძლება არავინ არ მოითმინოს და საერთოდაც აღარ მოვიდეს, მაგრამ დავუშვათ 7 წლიანი ეპიდემია აქვს ვიღაცას და დასნეულდა სასიკვდილოდ. სასიკვდილო სარეცელზე წევს. ის მაშინ უნდა ეზიარებინათ, რომ აი ბოლო სულიერი საგზლის გარეშე არ გაეშვათ. გესმით, ანუ უზიარებელს არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, რომ 7 წლის მერე უნდა ზიარებულიყო. მაგრამ ის რადგან დასნეულდა სასიკვდილოდ, იმას აზიარებდნენ. მაგრამ თუ მოხდებოდა ისე, რომ ეს ადამიანი გამოჯანმრთელდებოდა, არ გარდაიცვლებოდა, მაშინ ისევე იმ სინანულის მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო და კვლავ არ უნდა ზიარებულიყო იმდენი ხანი, რამდენიც მისთვის იყო განწესებული. რატო ამბობ ახლა ამას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ადამიანი ნაზიარებით წასულიყო. რატო ამბობ ახლა? დავუშვათ გავიდა მარხვა, აი მარხვის პერიოდში ვიღაცამ მოახერხა ერთხელ თუ ორჯერ თუ ვიღაცამ ყოველკვირა ზიარება და გავიდა მარხვის პერიოდიდან, ეს ადამიანი აღარ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება და იქ რომ მოუსწროს გარდაცვალება იმ მოუნანიებელ მდგომარეობაში. ეს ძალიან რბილად რო ვთქვათ, მისთვის არ არის სახარბიელი. ეს არის ძალიან რბილად ნათქვამი. იმიტომ რომ წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს, რა მდგომარეობაშიც მოგისწრებსო გარდაცვალება, იმ მდგომარეობით წარდგები ღვთის წინაშე. აი დავუშვათ, ახლა იწყება მარხვა. ჯვარი წერია ყველას, ხო, ჯერ მარხვა არ დაწყებულა. ნუ ყველიერი შვიდეული ესეც ფაქტიურად მარხვაა, მაგრამ არ დაწყებულა ის ძიმე მარხვა, ადამიანი არ არის ნაზიარები, ვამბობ იმას ჭყალებში სეზონურად ვით ცხოვრობს ეკლესიურად, ხო? და ახლა რომ გარდაიცვალოს. იქ როგორ არის ნათქვამი, რა მდგომარეობით გარდაიცვლები, იმ მდგომარეობით წარდგები ღვთის წინაშე. მე წინა მარხვა შევინახე და მაშინ ესე ვცხოვრობდი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აი ახლა როგორ ცხოვრობ, იმას აქვს მნიშვნელობა. იმიტომაც ამბობენ წმინდა მამები, რომ ყოველი დღე უნდა გაატარო, როგორც ბოლო დღეს გაატარებ. მე შეიძლება გუშინ სიწმინდით გავატარე, მაგრამ დღეს ესეთ ცოდვაში ჩავარდი და იმ ცოდვის დროს გარდავიცვალე. მე გუშინ ესე ვცხოვრობდი, ეგ არ გამამართლებს. და პირიქით, გუშინ თუ უზნეოდ ცხოვრობდი და მივატოვე ეგ და დღეს ვცდილობ სინანულით ვიცხოვრო, აი ამ მდგომარეობაში თუ მომისწრო გარდაცვალება, ჩემს გუშინდელ უღის ცხოვრებას არავინ არ გაიხსენებს. არამედ ღვთის წინაშე წარდგები როგორც მონანული ადამიანი. აი მაგას გვეუბნება სული წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით. მაგას გვეუბნება. და აი ამ ყველაფრის მიხედვით თუ იმსჯელებთ, ესე იგი გამოდის, რომ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანი საკუთარ თავს,
როდესაც ამბობს, რომ აი შემდეგ მარხვა შეინახავს, მერე იტყვის ახსარებას. და ჩემი მოძღვარი სულ ამბობს ხოლმე, ახსარებასაც რო ამბობ, უნდა ფიქრობდე, რომ აი ისე თქვა ახსარება, თითქოს ეგ ბოლო ახსარება. მოდი რაღაცას ახლა ვიტყვი და რაღაცას მერე ცოტას მერე ვიტყვი, მერე ახსარებისთვის შემოვინახავ. ეგ არასწორი მდგომარეობა. სხვა შემთხვევა, როდესაც ჩვენ რაღაც გავიწყდება ახსარებაში. თუმცა ესეც რაღაცით დაუდევრობას უკავშირდება, მაგრამ სულაც რომ ადამიანი ეცადოს, რომ ზედმიწევნით მოემზადოს ახსარებისთვის. მაინც შეიძლება რაღაცა დარჩეს და მერე გაახსენდეს. მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაცის თქმა გინდა, შეგიძლია თქვა და არ ამბობ. ან ვერ ამბობ. ხოდა ეს ძირითადად ცრუ სირცხვილიდან გამომდინარე ხდება ხოლმე. ადამიანს თუ ესე იგი შინაარსის სწორად ესმის ქრისტიანული ცხოვრებისა და ამ წუთისოფლის სწრაფ წარმავალობისა და მიღმიერი სამყაროს მარადიულობისა, ის ცოტა შეშინდებოდა კარგი გაგებით, რომ არაფერი არ დარჩენოდა უთქმელი. აი მე მაგალითად დიდი ხანი არ ვარ, როცა სულ ევროპელი ვარ, არ არის გასული დიდი ხანი, მაგრამ მქონია შემთხვევები, რომ აი ადამიანები, რომლებიც სასიკვდილო სარეცელზე არიან, მათი ახსარების მოსმენისა და ძალიან განსხვავდება ის ახსარება, ყველა შემთხვევაში არა. ზოგ შემთხვევაში იქაც უყურადღებობა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის ძალიან ღრმაა. რატო? იმიტომ რომ მათ აქვთ ფიქრის დრო, რომ რა იყო, როგორ იყო გაანალიზოს, ესე იგი და მეორე მხრივ კიდე ის ადამიანი ფიქრობს უკვე მიღმიერზეც. და იმიტომ რომ ხდება, რომ ასეთ მდგომარეობაში არაერთი გარდაცვლილი. მე როგორშიც ვარ ხა, ხო, საწოლში წევს და რაღაცა დაავადებული ფიქრობს სადღაც ადამიანი. და სხვადასხვა აი ეს ავადმყოფობა და ტკივილი ცვლის ადამიანს. სადგურზე მოხდა აქ ჩვენთან ახლოს ესეთი შემთხვევა იყო, მე არაერთხელ მოგიყევთ, უბრალოდ რადგან თემა მოიტანა კიდე ვიტყვი. ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომლის ნათესავიც მოვიდა ჩვენთან წლების წინ იყო, შეიძლება 1-8 წელი გავიდა. მოვიდა და მეუბნება, რომ ეს ადამიანი არის ჩავარდნილი და უკვე აი ესეთი მდგომარეობა აქვს, რომ ზიმე მდგომარეობა, მაგრამ ნუ გონებაზეა, მეტყველებს რაღაც. მე შევთავაზე, რომ ხო არ ვაზიაროთ მეთქი. საერთოდ, როდესაც ავადმყოფის ზიარებას ეხება საქმე, შეიძლება ყველაფერი გადადვა ადამიანმა სიტყვაზე, აი რაღაცა სახლის კურთხევა უნდა ვიღაცას ის გადადო რაღაცა, მაგრამ აი ზიარებას ვერ გადადებ. იმიტომ რომ აი როგორც თავში ვთქვი, მომაკვდავს აზიარებდნენ, თუნდაც დიდი ცოდვები ჰქონოდა, რომ უზიარებელი არ წასულიყო, იმას უნდა მიუსწრო ყველაფერი. ის კი არა, მიქნათქვამია, წირვის დროსაც რომ მოხდეს. აი დავუშვათ, წირვა დაწყებული. იქ გარკვეულ დრომდე, სანამ მართალთა ლიტურგია დაიწყება, არის რაღაცა მომენტი, იქამდე ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას, მღვდელი ერთი ხარ ტაძარში, აი როგორც მე ერთი ვარ, მოვიდა და გითხრა, რომ ვიღაც არის ავადმყოფის აზიარებელი. იქ მღვდელმა უნდა დატოვოს წირვა და უნდა წავიდეს და ის ავადმყოფი უნდა აზიაროს, რატო ამბობ, იმდენად მნიშვნელოვანია მისი ზიარება. ანუ წირვაც ყველაზე დიდი მსახურება რაც არის, ისიც კი უნდა მიატოვოს და წავიდეს. ოღონ იმ მომენტამდე, ვიდრე ის დაიწყება საიდუმლოს აღსრულება, იქ უკვე ვეღარ დატოვებ, მაგრამ აი მანამდე შეგიძლია დატოვო და მე შევთავაზე, რომ ხო არ ვაზიაროთ მეთქი, იქნება ახსარება უნდა და არაო მამაო, მაგასო მთელი ცხოვრება ესე ურწმუნოთ აქვს ნაცხოვრები, ურწმუნოთ იცხოვრავ და თან ცოტა ეს არის, აი რაღაცა სულ ევროპელების მიმართ ცუდად ის რაღაც აუგად იხსენებს, გმობს, ღმერთს, რაღაც ესეთი რაღაცებს მეუბნა. მაგრამ მე შევთავაზე, რომ მოდი მეთქი, მაინც ვცადოთ. ხშირად არის ხოლმე ესე, რომ აი შორიდან სხვა რაღაცას გეუბნებიან, რომ ხო რეალობა სხვა ხდება. და აი ყოფილა შემთხვევები, რომ ვიღაცა ამბობს, რომ მამაო გონებაზე არ არის,
ვერ ეზიარება, მაგრამ მაინც ჯობია რომ მიხვიდე ადგილზე ნახო და ყოფილა შემთხვევა რომ უცბად გონებაზეც მოსულა და იმის ზიარების შესაძლებლობა ყოფილა პირიქითაც. და ამ ქალბატონთანაც მივედით და მოკლედ არ ვიცი იმ ტკივილმა რა ავადმყოფობაც ჰქონდა თუ იმაზე ფიქრმა რომ უკვე ყველაფერი ამ სოფლიური მთავრდებოდა, ეს ქალბატონი სრულიად შეცვლილი იყო. არც არავის და არაფერს არ გმობდა, სასულიერო პირით ჩვეულებრივად მიიღო, აღსარებაც თქვა, თუ რამე აწუხებდა ამ ხრით, ეზიარა და ესე წავიდა. ხო და აი აქ არის ღვთის მოწყალება და აქ არის კიდევ ჩვენი სიფრთხილე, რომ ესე იგი სახარებიდან გახსოვთ მე-11 ჟამის მუშაკი. გახსოვთ სახარებიდან, როდესაც სახლის პატრონი პირველ ჟამზე გავიდა, ანუ დილის 6 საათზე გავიდა და იქირავა მუშაკები და უთხრა რომ ყველას თითო დინარს გადაგიხდით დღის ბოლოს, წამოდით ჩემს ვენახში იშრომეთ. მერე მე-3 ჟამზე გავიდა, მე-6, მე-9 ჟამზე. ბოლოს გავიდა მე-11 ჟამზე, ანუ 1 საათით ადრე, ვიდრე სამუშაოები დამთავრდებოდა. მათეუბნება, რატოდ გახართ ახო? ტყუილად უქმა მთელი დღე რატოდ გახართ და არავინ არ დაგვიქირავა უფალო ბატონო, უფალი ძელქართულად ბატონო თანამედროვე ქართული. წამოდითო და რაც გერგებათო დღის ბოლოს მოგცემთ, ანუ 1 საათიღა უნდა იშრომონ. დადგა დღის ბოლო, ყველა მიშრომეს. მოვიდნენ უკანასკნელ ჟამს მოსულები 1 საათი რო იშრომეს და ამან სახლის მოურავს უთხრა ბატონმა რომ გადაუხადეო ყველასო და მისცეს თითო დინარი. ამ ბოლოს მოსულებსაც, ანუ იმდენივე მისცეს, რაც თავში მოსულებს რომ მოურიგდო. ეხლა ეს პირველ ჟამზე მოსულები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ალბათ უფრო მეც მივიღებთ, რადგან იმათ 1 საათი იშრომეს, ჩვენ 12 საათი ალბათ ჩვენ უფრო მეც მივიღებთ. მოვიდა მათი დრო და მათაც მიიღეს თითო დინარი. ამაზე ძალიან შეწუხდნენ, დაიწყეს მოყუფილების გამოთქმა, ჩვენო მთელი დღის სიცხე და სიმძიმე ვიტვირთეთო და რატო გაგვათანაბრა 1 საათით ადრე მოსულებთან. და ბატონმა უთხრა, მე თქვენო, როგორც მოგირიგდითო, ხო გაძლევთო იმას. აიღეთო თქვენი რაც გეკუთვნით და წადით. მაგრამ მე თუ მინდა რომ მოწყალე ვიყო იმ უკანასკნელ ჟამზე მოსულების მიმართო, განა ჩემი ქონებაო, ჩემს ხელში არ არისო. ეხლა ეს იგავურად რას ნიშნავს? ვიღაცა აი ესე პატარა ბავშვი მოიყანეს ტაძარში, თავის დროზე მონათლეს მე-40 დღეს, ხო? აზიარებდნენ, გაიზარდა, მერე მორწმუნე იყო, ესე ცხოვრობდა და ეს შედარებულია, ნახე, მთელი დღის სიმძიმე და სიცხე ვიტვირთეთ. ანუ ეს იოლი კი არ არის უფალს უერთგულო მთელი ცხოვრება, არ არის იოლი. მაგრამ მთელი ცხოვრება რომც ასე გაიარო და მერე ნახო ვიღაცა აი დავუშვეთ ნახე ალეკო აი დავუშვეთ ხარ 100 წლის გახდი. ეხლა ნახე კიდე ვიღაცა 100 წლისა, რომელსაც მთელი ცხოვრება არაფერი არ გაუკეთებია ქრისტიანული თვალსაზრისით ვამბობ. და ეხლა ისიც აღსარება უნდა თქვას. აი როგორც მე წაღან რო თქვი რომ ბოლოს ეზიარა ის. ყოფილა შემთხვევა რომ გვიზიარებია ადამიანი და აი მაგალითად სოფელში ვაზიარებ, წამოსულარ სანამ გორში ჩამოსულარ დაურეკიათ რომ გარდაიცვალა. ღმერთი როგორი მოწყალე ნახეთ. აი სულ ბოლოს ეს მაინც არ დატოვა, ის ეთქობა რაღაცა ჰქონდა ამ კაცს თუ იმ ქალს გულში რაღაც ისეთი რომ ღმერთმა არ დატოვა ის და რატო ამბობ ბოლოს რომ მოვიდა, აი პირველად მოსული ვერ იტყვის რომ უფალო მეც უნდა მაცხოვნო და ესეც უნდა აცხოვნო, ეხლა რომელმაც გადაიწერა პირჯვარი და აქამდე არაფერი არ გაუკეთებია. გესმით? უფალი გეუბნება, შენ ხო აღგითქვი სასუფეველი არა? გაიხარე იმით რაც გაქვს, მაგრამ მე თუ მინდა რომ ესეც გადავარჩინო, შენ ეს არ უნდა გაწუხებდეს. პირიქით, უნდა გიხაროდეს რომ ისიც გადარჩა. იგივე რაც უძღებიშვილი სიგავშია, მე მთელი ცხოვრებაა შენ გემსახურებოდიო და ის რატო უნდა რომელმაც გაფლანგაო და პირიქით უნდა გიხაროდესო, რადგან მკვდარი იყო და გაცოცხლდაო. თითოეული მობრუნებული ადამიანი უნდა გიხაროდეს. მაგრამ აქ ეხლა ნახეთ კიდე რაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, რომ ვინც პირველ ჟამს მოვიდა, დაუშვათ შუა დღემდე რომ ყოფილიყო და წასულიყო. აი სიტყვაზე 40 წლისა გახდა.
ახლა მიატოვა ყველაფერი და წავიდა. ვიღაცა მოვიდა 90 წლისა და 1 წელი იცხოვრა ქრისტიანულად. მაგრამ ბოლო ამოსუნთქვამდა ეგრე იცხოვრა. აი ეს უფრო მნიშვნელოვანია. ვიდრე ის 40 წელი, იმიტომ იმან გადაუხვია და წავიდა. წეღანდელი სიტყვები მინდა გაგახსენოთ. რა მდგომარეობაშიც მოგისწრებს გარდაცვალება, იმ მდგომარეობით წარდგები ღვთის წინაშე. და აი ამას 1 წელი რო იცხოვრა, ამ მონანულ მდგომარეობაში მოუსწრო გარდაცვალება. და ვინც ბოლომდე მოითმეს, ის გადარჩება უფალი ამბობს. მერე რა რომ იმან 40 წელი იცხოვრა და ამან 1 წელი. ეს როდესაც მიხვდა რომ ესეთი ცხოვრება იყო საჭირო, იქიდან დაწყებული ბოლომდე მოითმია. და ის რომელიც თავშივე მიხვდა, მაგრამ შუაში მიატოვა, ეგ ვერ მიიღებს იმ ჯილდოს. აი 40 სებასტიელი მოწამის მაგალით გაყინულ ტბაში ჩააყენეს, ერთ-ერთი მათგანი ამოვიდა წყლიდან, ვეღარ მოითმინა და მისი გვირგვინი ზეცაში წავიდა უკან. ანუ დაიკარგა. დანარჩენმა 39-მა მიიღო და კიდე ერთმა იმ რომაელმა ჯალათმა, რომელიც მათთან ერთად ჩადგა და ისიც მოწამეობრივად აღესრულა. ანუ ვინც ბოლომდე მოითმეს, ის გადარჩება. ყოფილა შემთხვევა მაგალითად ჩვენ ამაზეც არაერთხელ გვითქვამს, აი ესეც კარგად ცხადყოფს, რომ რა მდგომარეობაშიც მოგისწრებს გარდაცვალება იმ მდგომარეობით, რომ განიკითხები. მაგალითად იუდას მაგალითი. იუდა ხომ მთელი ეს 3 წელიწად ნახევარი, რაც მაცხოვარი საქადაგებლად გამოვიდა, სულ მაცხოვართან არის და მისი სახელით სასწაულებს აღასრულებს. მაგრამ ბოლოს ნახეთ რა მოხდა. ეს ავაზაკი, რომელიც მთელი ცხოვრება ავაზაკობდა, კეთილგონიერი ავაზაკი, მარჯვნივ რო იყო ჯვარცმული, ის გადარჩა და ცხონდა. იყო ასეთი შემთხვევა ცნობილი, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამეძაო სახლში ცხოვრობდა და მუშაობდა, მას ყავდა ძმა მონაზონი, ანუ მონასტერში ცხოვრობდა, ბერი იყო. კაცსაც ქვია მონაზონი და ქალსაც მონაზონი, მარტო ცხოვრობს ნიშნავს. ეს ძმა ძალიან წუხდა, ესე იგი და მიდიოდა ამ დასთან და ესაუბრებოდა, შეაგონებდა, მოუწოდებდა, რომ წამოსულიყო, მიეტოვებინა ეს ცოდვილი ცხოვრება. წარმოედგინეთ, როგორ იტანჯებოდა იმ ძმის გული, არა, ესეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა. და მართლაც შენიერ დღეს დაიყოლია როგორც იქნა და ამ გოგონამაც გაიხადა ის რაც ეცა აღარქუსლიანები თუ რაღაცები, იმითი ვერ დადიოდა კლდეღრეებზე მონასტერში მიყვება, აი ესე ფეხები დაუსისხლიან და ასე მიყვება, ფეხში შელი მიდის. და დაინახეს ამ ბერმა დაინახა რომ წინიდან სხვა ბერები მოდიან და თავის დას უთხრა რომ მოდიო ვინმე რომ არ დავაბრკოლოთო. ახლა ჩვენ ხო არ დაუწყებთ რა ეს ჩემი და აი ქალთან ერთად რო დამინახავენ შეიძლება დაბრკოლდნენ და წადიო და ბუჩქებში დაიმალეო ცოტა ხანია რომ ჩაივლიან მე დაგიძახებ და გამოდიან. ჩაიარეს ამ ბერებმა ეძახის თავის დას და აღარ გამოდის. და მივა და ნახავს რომ გარდაცვლილია თავისი და წარმოედგინეთ ახლა მის წუხარებას ხო საზღვარი არ ქონდა რომ ძლივს დაითანხმა სინანულის გზაზე წამოიყვანა და ახლა გამოეცალა ხელიდან რომ ჯერ არაფერი არ გაუკეთებია ამ გოგოს. და მოხდა ისე რომ თავის მონასტრის წინამძღვარს უთხრა ბერმა რომ ასეთი და ასეთი რაღაცა მოხდა. და ლოცულობდა მონასტერი ამ გოგონასთვის და მოხდა ისე რომ ამ წინამძღვარს განეცხადა ღვთისაგან რომ ეს ამ გოგონას აი ეს სინანული წაღან კი ვთქვით რომ არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ის რომ მან დატოვა ის სახლი და მონასტერში წამოვიდა, ეგ უკვე გაკეთება იყო. ეგ უკვე ნიშნავდა რომ ის სინანულის გზაზე წამოვიდა. აი ამ მდგომარეობაში გარდაიცვალა და წინამძღვარს განეცხადა ღვთისგან რომ ეს გოგონა გადარჩა და უფალმა შეიწირა მისი აი სინანული. მიუხედავად იმისა რომ ვერ მოასწრო ვერც ლოცვა ვერც მარხვა, მაგრამ აი სინანულის გზაზე გარდაიცვალა. და აი წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის სიტყვები რა მდგომარეობაშიც მოგისწრებს სიკვდილი, იქ
იმითი განიკითხები და ეხლა პირიქით რო ვთქვათ, ხო არის შემთხვევა, რომ დავუშვათ ვიღაც მიდის შური უნდა იძიოს, ვიღაცამ გააბრაზ და შური უნდა იძიოს. აი ამ გზაზე მიდის, აი აქედან აქ უნდა მივიდეს. აქ რო რაღაცა მოხდეს, აი ავარია მოხდა, რაღაც უბედური შემთხვევა მოხდა. აი ამ შურის ძიების გზაზე რომ გარდა ვერც ვერ მოასწრო შურის ძიება, სიტყვაზე ვერც მიხვიდა იმ ადამიანამდე. მაგრამ აი ამ გზაზე რომ გარდაიცვალა, მე როგორ არის აქ? ან რაღაცა უწმინდურების ჩასადენად მიდიხარ და აი იმ გზაზე გარდაიცვალა. მე ვინ გიშველის? ამიტომ ამბობს ძველი აღთქმის სიბრძნე თუ არა უწდები ბრძენი ზირაქი, რომ ყოველ შენ საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას. გაიხსენე, რომ ვიღაცასთან მიდიხარ საბოროტოდ. გაიხსენე, რომ მე რო ეხლა ამ გზაზე მომიწიოს გარდაცვალება, მე რა ვქნა ღვთის წინაშე? როდის გამოვასწრებ სინამდვილეს? სინამდვილეს ვეღარ მოვასწრებ. ან როდესაც იგივე თავში რითიც დავიწყეთ, როდესაც აღდგომა გაივლის და ვფიქრობ, რომ მოდი ეხლა მე წავალ და ეს თვეები თავისუფალი ვარ და იქით აღდგომის მარხვაზე მოვალ. ესეთი განწყობით სადღაც შუაში რო გარდაიცვალა, მე რას ისა? ამიტომაც კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმ ერთ-ერთი ბრძენი ტრაქტორისტის ნათქვამს. ადრე მოგიყევით და ერთ-ერთ პატარა სუფრაზე აღმოჩნდი ქარელში და ერთი კაცი იყო, მე არ ვიცნობდი იმაში, ვახნის კაცი იყო, ტრაქტორი ყავს, მშრომელი კაცია, მაგრამ მეკითხება, რომ მამო, ღმერთმო, ჩვენო ერთი დღე მოგწაო დასალევათო. რომელი დღეაო და ეხლა დავფიქრდი რაზე, რას გულისხმობს მეთქი, რომ იქნება რამე დიდ დღეს ასწავლოს გულისხმობს. რო დავფიქრდი, აღარ მაცადა ფიქრი და არც თქვენ იცითო, არც ჩვენ ვიცითო. ამიტომ რო არ გამოგჩესო, ყოველ დღეს ვსვამთო. ის დღე რო არ გამოგვეპაროს, არ ვიცითო და რადგან ღმერთმა ის დღე მოგცაო, ყოველ დღეს ვსვამთო და ხო და ეგ მოდი ახლა ჩვენ ნახე როგორი გამოსავალი იპოვა. ხო და ჩვენც უფალმა გვითხრა, აი ეს დღე, ერთი დღე მოგცა. თუ იმ დღეს ღვთის მოსაწონად გაატარებ, შენ მარადიული სიხარული გელოდება. მაგრამ ეგ დღე არც მე ვიცი და არც თქვენ არ იცით. ამიტომ ეგ რო არ გამოგვეპაროს, იმ კაცისავით უნდა ყოველ დღე ისე გავატაროთ, რომ ღვთისთვის იყოს მოსაწონი და ერთი დღე აუცილებლად ის იქნება. ან ეს გარდაცვალების დღე არის. როგორ? დავიღოთ სულად სვამეთ. იმისთვის ეგრე იყო. ხო და აი იმ კაცის სიბრძნე ჩვენ უნდა სულიერ პლანში გადავიტანოთ და უნდა გამოვიყენოთ. ეს შემთხვევით არ მოხდა, რომ ეს ითქვა ესე იგი. ის კაცი ალბათ რამდენჯერ ამბობს მაგას, მაგრამ მას რო ვინმე მასწავლოს, რომ თურმე გარდაცვალების დღეც ერთი დღე არის და ის დღეს თუ სწორად გაატარა, დიდ სულიერ სარგებელს მიიღებს. თუ გონივრულად დაფიქრდება და გონიერი კაცი ჩანდა. შერონ კი ერთი წუთი არ დაივიწყო და ეხლა ამ კვირიდან უკვე იწყება, ამ ორშაბათიდან უკვე იწყება დიდი მარხვა. მძიმე პირველი კვირა არის მძიმე მარხვა. მძიმე კვირაში იგულისხმება მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ კვირა მძიმე მარხვა არ ხდება, მძიმე მარხვაში იგულისხმება, რომ უცხიმოდ იღებს ადამიანი მცენარეულ საკვებსთან. ზოგადად ქრისტიანული მარხვა ასეთია, რომ ნახა ერში ეს შეიძლება ადამიანებმა ვერ შეძლონ და მით უმეტეს თუ ადამიანი აყოლილია რაღაც თანამედროვე მიდგომებს, ის მით უმეტეს ვერ შეძლებს და რას გულისხმობ მიხვდებით. ქრისტიანული მარხვა იყო, რომ არაფერს არ ჭამდა ადამიანი საღამომდე
და საღამოს ჭამდა ისიც მხოლოდ სამარხოს. ეს იყო ქრისტიანული მარხვა. სახარებიდანაც არის, რომ გახსოვთ კორნელიუსი რო იყო ასისთავი. დღის 3 საათამდე არაფერს არ იღებდა. მერე ჭამდა. მოციქულთან დაკავშირებით წერია კიდე და ასე. თუმცა ახლა ეს საერო ცხოვრებაში პირდაპირ ამას შეიძლება ვერ გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ ზოგადად ამის ცოდნაც საჭიროა და კიდევ ცოდნა იმისა, რომ რასაც ამბობს წმინდა კასიანე რომაელი, იოანე კასიანე რომაელი ასე ეწოდება, ამბობს, რომ ერთი წესიო არ არსებობს ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ზოგს საკვები მეტი ჭირდება ბუნებრივად რომ ესე იყოს რა, ზოგს ნაკლები ჭირდება, მაგრამ ზოგადი და საერთო წესი არის ის, რომ ადამიანმა მაშინ შეწყვიტოს ჭამა, ვიდრე ჯერ კიდევ ჭამის სურვილი არის შენარჩუნებული. ეს იგულისხმება ხსნილშიც და იგულისხმება მარხვაშიც. ის კი არა რომ მეტი აღარ გინდა და მაშინ გაანებებ თავს. არამედ რომ გინდა და მაშინ ადგები სუფრიდან. აი ეგ არის ქრისტიანული თავშეკავება. ეგ ხსნილზეც იგივეა და მარხვაშიც იგივეა. პირველ კვირაში იკითხება ხოლმე წმინდა ანდრია კრიტელის კანონი, სინანულის კანონი, დიდი კანონი სხვაგვარად ასეც ეწოდება. პირველ 4 დღეს, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. ჩვენ აქ გვექნება ხოლმე 4 საათზე იქნება, თუ დაუშვათ მოხდა ისე რომ ადამიანი ვერ ახერხებს ტაძარში რომ დაესროს, არსებობს ეს ბროშურები არსებობს, ინტერნეტში არსებობს შესაბამისი ლოცვები. და ყველა დღეს თავისი ლოცვა აქვს. აწერია იქ ორშაბათი და არის განსაზღვრული ლოცვები. აწერია სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი. ეს მხოლოდ პირველ კვირას. მაგრამ შეეხება წმინდა ეფრემასურის ლოცვას, ეს იწყება ხოლმე კვირა საღამოდან, ეს ძალიან პატარა ლოცვაა. კვირა საღამოდან იწყება, ეს საღამოს ლოცვას რო იტყვის ადამიანი, მერე ამ ლოცვასაც იტყვის. და მერე ყოველ დილით და საღამოთ იტყვის და პარასკევს დილით რო იტყვის, მერე კვირა საღამომდე აღარ ამბობს ამას. არის ხოლმე კიდევ სახარების საკითხავები. მთელი მარხვის განმავლობაში 4-ვე სახარება იკითხება, 4 თავი იკითხება და გადანაწილებული არის ხოლმე ჩვენ შემთხვევაში მეოთხე ანდრიას ლოცვა-კურთხევით გადანაწილებულია პირველ შეწირულ ლიტურგიებს. ეს 4 შაბათს და პარასკევს იქნება ხოლმე. 4 შაბათს და პარასკევს 9 საათზე იქნება, შესაბამისად წინა დღეს ლოცვა იქნება ხოლმე 4 საათზე. პირველ კვირაში კიდე ემატება ის, რომ ყოველ დღე 4 საათზე იქნება მსახურება. ამ მსახურების განრიგს მერე იქ ჩვენ გამოვაკრავთ. და გადანაწილებულია ეს საკითხავები და ამ საკითხავებსაც გამოვაკრავთ. თუ დაუშვათ ვინმე ტაძარში ვერ ესწრება, იგივე შეუძლია რომ სახლში შეასრულოს. მაგრამ თუ ტაძარში ესწრება, ეს უკეთესი. მაგრამ თუ ვერ ესწრება, შეიძლება რომ სახლში ის საკითხავი. ეხლა ეს რატოა, რატომ მრავლდება ლოცვა, სახარების საკითხავი? მძიმე მარხვა არის ერთგვარი ასპარეზის დრო და ჟამი, ესე იგი და ესე იგი სულიერ ძალებსაც მოითხოვს და სულიერი განწმენდისთვისაც არის და ეს ადამიანს ჭირდება. და საერთოდ ჩვენ თუ დავაკვირდებით წლის განმავლობაში მარხვის დღეები უფრო მეტია ვიდრე ხსნილი. და თუ გამოგითვლიათ მე იყო გადავთვალე მარხვის დღეები მეტია ვიდრე ხსნილის დღეები. მთელი წლის განმავლობაში 4 შაბათ და პარასკევსაც თუ მივათვლით მთელი წლის დროს და ეს იმიტომ რომ ჩვენ ეს გჭირდება, ჩვენ დაზიანებულ ბუნებას გჭირდება ეს. რაც შეეხება ზიარებას. ნახეთ, აი პატრიარქმა ასეთი რამ თქვა. ადრე ერთ წიგნში ამოვიკითხე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა იყო ასეთი, რომ ადამიანიო, ასე იგი ყოველ იქ ეწერა მარხვებს. მარხვაშიო ყოველ კვირა უნდა ეზიარებოდესო და დღესასწაულებზე. დღესასწაულები ხო არის შუა კვირაში დღესასწაულები მოვიდა. ახლა მაგალითად აი
დიდი მარხვა კიდე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ნახეთ, კვირიდან კვირამდე რომ უზიარებელი არ იყოს ადამიანი, ეკლესიამ დააწესა, რომ შუაკვირაში იყოს პირველ შეწირული ლიტურგიები. ანუ პირველ შეწირული ნიშნავს, იმიტომ რომ ის დღენი უკვე შეწირულია კვირა დღეს. იმ დღეს კი არ ხდება საიდუმლოს აღსრულება. შუაკვირაში არ შეიძლება რომ მოხდეს დიდი მარხვის პერიოდში. ამიტომ კვირას ხდება კიდევ დამატებით ზღვენის შეწირვა, იმისათვის რომ ოთხშაბათს და პარასკევს ეზიაროს ადამიანი. და საერო ადამიანისთვის თუ კვირიდან კვირამდე უზიარებელი იქნება, სიტყვაზე რასაც გიორგი ამბობს, არა? ამითი არ დააშავოს. იქ ჯულის კანონში ასეთი რამე წერია, რომ ადამიანიო თუ ქალაქში იყოსო 3 კვირის განმავლობაში, ანუ ქალაქში იგულისხმება ის, რომ ტაძარში მისვლის შესაძლებლობა ქონდეს, თორე თუ სოფელში ხარ და სოფელში წირვალოცა, იგივეა, რასაც ახლა ჩვენ ქალაქზე ვამბობ. ანუ 3 კვირის განმავლობაში ქონდეს შესაძლებლობა და არ ეზიარებოდეს, ესეთი უზიარებლობით უნდა დაისაჯოს. ესმით აი 3 კვირა რომ გავიდეს და ჩვენ ახლა რაღა დასჯა გვინდა, ისედაც 3 კვირა კი არა, საკუთარ თავს ვიჯით, ზოგი 1 წელი არ ზიარებულა. იმას რაღა დასჯა უნდა. თავისთავად თვითონ დასეჯა. ხშირად უნდა ეზიაროს ადამიანი, მაგრამ უნდა მოემზადოს ამ ზიარებისათვის. ახლა დავუშვათ კვირა დღეა, ტაძარში მიდიხარ, არაფერი არ გიშლის ხელს რომ ეზიარო და რატო არ უნდა ეზიარო? აი პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ესეთი იყო. და იყო კიდე ის, რომ მეუფე ანდრიასთან იყვნენ ადრე შეკრებილი ჩვენი ეპარქიის ტაძრის მსახურები, მგალობელი, მედავითნე. და მეუფე მოთხრა, რომ 2 კვირაში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროთ, ეს საერთოდ რა, მარხვა იქნება, ხსნილი იქნება. 2 კვირაში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროთ. ახლა ზოგჯერ არის რაღაცა ობიექტური მიზეზი, რის გამოც უბრალოდ ვერ ეზიარები, მაგრამ ეს ყოველთვის ხო არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ დაუდევრობის გამო, უზრუნველობის გამო, გულგრილობის გამო გადადებ, რაღაცა საერო საზრუნავის გამო გადადებ და ხდება ის, რომ ადამიანი, ახლა წარმოიდგინეთ, ცეცხლზე რომ წყალს დადგავდა, ცეცხლი რო უნთია, ის ხურვალეა ის წყალი. მაგრამ ჩააქროფ ამ ცეცხლს და წყალი არ ინარჩუნებს ტემპერატურას, მაშინვე გაციებას იწყებს. ცოტ-ცოტაობით. ადამიანიც ესე. როდესაც ეს საღვთო მადლი მოაკლდება, ნელ-ნელა გაციებას იწყებს. და მერე ზოგი იმდენად ცივდება, რომ ერთ დროს თუ ვერ წარმოედგინა, რომ ლოცვის და მარხვის გარეშე იქნებოდა. ეხლა ისე იოლად ახერხებს ამ ყველაფერს, რომ აღარც კი აწუხებს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ეშმაკმა მოახერხა და გაანელა მისი მხურვალება. რომ გილოცავთ მარხვის დაწყებას. ორშაბათიდან დაიწყება საავდგომო მარხვა და ეს ნამდვილად მისალოცი ამბავია. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მარხვა მართლაც სულზე მოგვისწრებს ხოლმე. და ეს ჩვენ სულს ჭირდება ნამდვილად და მეთმა მოგცეს ძალა, რომ აი ღვთისთვისათნოთ აღგვესრულებინოს ეს მარხვა.